მე-6 ლექცია და ანუ რას ვლაპარაკობდი რა გუნდში მუშაობა არის ვაფშე სხვანაირი რამე რა. ანუ ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ რომ საერთოდ სხვანაირად იწევს საქმის კეთება ვიდრე ინდივიდუალურად. ამიტომ ეს გუნდური დავალებებიც მაგიტოა შექმნილი რომ გუნდში მუშაობაც ისწავლოთ. ან თიმში შეიძლება არ გესწავლებოდეთ ან რაღაცა კარგად იცოდეთ, მაგრამ დეველოპერის მხარეს თიმში მუშაობა სხვა. და ვაფშე თიმში როცა იმუშავებთ, გითხრით ეს იგივე გამოცდილება, რაც ჩვეულებრივ კარგ კომპანიაში მუშაობთ სამკაციან ჯგუფში, რომელიც სულ ესე ხდება ხოლმე რა, სამკაციანი ჯგუფებია ძირითადად თითო პროექტში. ამიტომ ნახოთ, გავტესტოთ როგორი ფიდბექები იქნება თქვენგან და რა როგორ წავა, ასე რომ ვთქვათ, ეს პროცესები ლექციიდან ლექციამდე და დავალებიდან დავალებამდე. ეს ჩაიტვირთოს ახლა აღარ სხვა გავაკეთოთ. კაი. ესე იგი ეს ვინ შემიცვალა? თამარია აქა? Так, დღეს გვაქვს ლექცია მე-6 და დღეს არ ყავს ელენა, დანარჩენი ის სასწავლი გიორგი არის ხო? კი ბატონო. დანარჩენი ყველანი ვართ. დანარჩენები არ ყავს. ხო, ეხა გუნდებსაც შეეხება. ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე დღეს გამანაწილებული ქუდის ფუნქციას მე შევითავსებ და სახალისო იქნება ალბათ და ესე იგი მოდი ვისკინდათ რომ გრიფინდორი იყოთ. მაინც და მაინც მოთხოვნა ვისა აქ. მე გრიფინდორი მევასება პირადად და ზოგს სლიზერინიც ევასება. კაი, მაშინ ესე გავანაწილოთ რა. ვასო ერთი სლიზერინში გიორგიც სლიზერინში და კაი, მეორე გიორგიც სლიზერინში. გოგი ჩაიშვი. Так, დანარჩენი ვინ დარჩა და სლიზერინში გეყოლებათ კიდე ერთი, მოიცა, ეხა ძალიან ბევრი გამოდიხართ. მაგრამ, კაი, ბიჭიკო, კახა და თამარი იქნებიან გრიფინდორში. თუ გინდა შევცვალოთ სახელები გუნდების, თქვენ მოიფიქრეთ. მაგარი გადავია. დავალებებიც ეგრე იქნება ხოლმე რა, სლიზერინი, გრიფინდორი და შესაბამისად შეჯიბრი. ხო, შუალედურზე გექნებათ ალგორითმებში შეჯიბრი. ერთი ალგორითმებში შეჯიბრი და ერთი სტანდარტული Python-ში შეჯიბრი. გუნდური. ანუ Python-ში იქნება ინდივიდუალური შუალედური და მეორე იქნება გუნდური ალგორითმებში. ნახოთ როგორ მოვასწრებ, ალბათ ტესტერზე იქნება შეჯიბრი რა, რომ იქ სერვერზე ატვირთოთ კოდი, გატესტოთ და იმის. ხო, კითხვები რთული იქნება, მაგრამ როგორი შევხედოთ. ესე იგი დავიმახსოვრეთ. მე დავიმახსოვრე. კახა ბიჭიკო და თამარი არიან გრიფინდორი და დანარჩენები სლიზერინი. აბა ვნახოთ. მე იმედი მაქვს ჩემი საყვარელი მხარე გრიფინდორი არ გამიცრუებს იმედს და მთლად არ გვაჯობებენ ეს სლიზერინი. კაი. მაშინ დავიწყოთ და დღეს შევუდგეთ საქმეს და ხო, რაც ჩემი პირადი თხოვნა ერთი რომ აი გუნდური დავალებების მიზანი რაც არის ერთ-ერთი კიდე რომ ანუ ხშირად გავატაროთ ხოლმე ერთმანეთთან ან ვიღაცას თუ რაღაცა უჭირს, ან ვიღაცას თუ რაღაცა უჭირს, შეგიძლიათ რა თქმა უნდა მეც მომწეროთ ხა პირადში, მაგრამ უფრო კარგია ხოლმე რომ ანუ თანა ჯგუფელს ვკითხო რომ ისიც იაზრებს ამ თემას, თვითონაც მუშაობს უფრო კარგად და უფრო ღრმად
და მე თქვენც უფრო რაღაცა თემას იგებთ. ამიტომ არის რომ ეს ჯგუფური დავალებებიც რომ ხშირად მოხვიდეთ ჯეულებში ვთქვათ ეს სივრცე 24 საათია და რავი თუ გცალიათ საღამოობით ხომ მაინც 1 საათ შემოიარო და გუნდურად რომ იმუშაობ ძალიან მაგარი სხვა იდეები დაიდება ყოფში და სხვა რაღაცა იქნება რა. როგორ? თითქმის ყოველდღიურია. რავი, როცა გინდათ, ანუ შეთანხმების პროცესია. ასე რომ ეგრე ვქნათ რა. კაი. ეს რა რანგულაერად მინდა. განისნებართით Python Basic-ებს გავხსნი. და დღეს გვაქვს, ესე იგი, მე-6 ლექცია, ამიტომ თქვენთვის რო უფრო კარგად გამოჩნდეს GitHub-ზე როცა ნახავთ კოდს, აქ აგიტვირთავთ ესეთ ფაილს, რომელსაც ფოლდერს, რომელიც ერქმევა, თქვათ, lesson 06 და აქ შევქმნი ერთ main.py ფაილს, რომელშიც მთელი კოდი მექნება და ამ კოდს გადმოვიტან აი ჩემი intro parser-დან, რაც ადრე მქონდა დაწერილი. ხო გახსოვთ? მესაც ეს არის თუ არა, ეს მე შუაშია. აი ეს არის. ხო, ესე იგი, წინა ლექციაზე რაც ავაწყეთ, იყო რომ ეხლა ნახეთ რაღაცა ხო შევქმენი, აქ რომ მე git status გავუშვებ. ნახეთ აქ მეუნევა რა გავაკეთე რომ task 5 ფოლდერი შევქმენ, ესა task 5 წავშალე და main.py შიგნით და ახალი lesson 06 ფაილი შევქმენი რა. და ეს git status-ი ზუსტად მაგას მიჩვენებს თუ რა შევცვალ და რა შევქმნი. ესე იგი, ეხლა ამას source როგორ? კი, ეხლა. შემოვიწყდება ხო? ესე იგი, სახელი ხო? Apple, წონა 12 და ფასი 5 ლარი. No. ხო, ეს წინაზე რომ მიმუშავეთ ის არის. Your amount is 60 ლარი და გადახდა მოგიწევს 60 ლარის. ხო? ტოტალურად არის ეგ არის. Так, ეხლა აქ რა გვჭირდება რომ გავაკეთოთ. ესე იგი, ეს კოდი გახდა ძალიან ასე რომ ვთქვათ, ჟარგონად საზღარი, იმიტომ რომ ნახეთ რამხელა რაღაცები წერია, ხო აქ. პირველი, ესე იგი, თქვენი აზრით რა შეგვიძლია რომ გავიტანოთ ცალკე ფუნქციები. ხო, ანუ ერთი რაც შემიძლია გავიტანოთ ცალკე ფუნქციად, ეს არის ეს question-ის ტიპი. რა ფუნქცია დაუსვავს კითხვას გინდა თუ არა გაგრძელდება და ის იქიდან დაუბრუნეს ამ true-ს ამ false-ს. შესაბამისად true იქნება, ანუ yes თუ შემოიტანს იქნება true, თუ ის იქნება false შემოიტანს და უფრო კარგად გვექნება ეს თემა აწყობილი, ხო? მეორე, ხა, მოდი გავიტანოთ ეგ ნაწილი მაშინ. წერ definitions, ანუ ფუნქციას და ვეკითხებ, ანუ რა ეს ფუნქცია რა როლს უნდა ასრულებდეს, ხო? შესაბამისი სახელის და მიხედვით ამას ვეკითხებ. მაგალითად ეს არის end question, მაგალითად. რა, end question, ხო? და sorry, ეგ არ ჭირდება Python-ში. უბრალოდ question-ი უდრის აი ამას, მე აქ ვწერო თუ question-ი უდრის yes. აქ არსებობს ესეთი ოპერატორი კიდე, რომ თუ
დიდი იმით შემოიტანო, მაგრამ შეგვიძლია აქვე დავაპატარავოთ რა. ანუ question-ი უდრის question წერტილი lowers. ანუ რომ გინდა დიდით შემოიტანოს, გინდა პატარათი, რომ სულ მაინც სწორი პასუხი მივიღოთ. მაშინ დაუბრუნე true. სხვა ყველა უბრალოდ ხო, სხვა ყველა შემთხვევაში დაუბრუნე false. რომ სხვა ყველა შემთხვევაში არ აგრძელებს. ხო? და ეხა აი ამ ნაწილს ამოვშლით და საკმარისია აი აქ ჩავწეროთ ესეთი რაღაცა, რომ თუ როგორ დავარქვით სახელი end question-ი, რომელიც ფუნქციად გამოიძახება უკვე უდრის true-ს, მაშინ გაეშვება ეს ნაწილი, ანუ გაგრძელების ნაწილი. თუ არა და მაშინ else-ის დროს დაბრეიქდება და ვсё. ხო? ნახოთ ახლა ეს თუ იმუშავებს. პირდაპირ რო წაიღოს, სხვა პროგრამირების ენებში მიაქვს, მაგრამ აქ როგორც ვიცი არ მიაქვს. ვცადოთ ეგეც. Apple 12 10 და no. კი, აი გამოგვაქვს. ან ერთი ნაწილი მოვიშორეთ რა, კოდის ერთი ნაწილი. რას წაკეთებთ, ხო? ეს მოვიშორეთ. ეს გავიტანეთ ზევით, აი ნახე ფუნქცია აღწერე სპეციალური, რომელიც აბრუნებს შესაბამის მნიშვნელობას ან true-ს ან false. ეხა კიდე რა შემიძლია გავიტანო, ხო? კიდე შემიძლია გავიტანო, რომ კილოგრამი და price-ი ეს ნაწილი გავიტანო ერთ ცალკე ფუნქციად. ეს როგორ უნდა გავაკეთო? ეხლა def main question-ი, რომელიც არის ფუნქცია, უდრის ესეთ რაღაცას. შემოდის და აქ მოდის ესეთი კითხვა. რომელიც არის, ანუ სულ სამი კითხვა ესმის, ხო? სამი კითხვის შემდეგ ვქმნი ესეთ temp dictionary-ს. რომ რაღაცა temp dictionary-ს ვქმნი, აი ესეთ ტიპს. და მე აი ამ temp dictionary-ში name-ის ადგილზე swaped names და ასე შემდეგ, ხო? კილოგრამის ადგილზე swaped kilograms და price-ის ადგილზე swaped შესაბამის price. და მე აი ამ dictionary-ს ვაბრუნებინებთ უკან. უпроцოდ ამას ერქვას მოდი ბასკეტი. გასაგებია ხო რაც ვაკეთებ dictionary-ს ვავსებ უბრალოდ შესაბამისი key და value paired. ხო, ეხა ეს როცა გაეშვება აი აქ თითქმის აი ეს ნაწილი საერთოდ აღარ მჭირდება. აი ხო გავამარტივეთ ეს ნაწილი, რომ ის სამიველი ამოვიღე, ხო? ეხა აქ რა მჭირდება, რომ უნდა შევავსო ეს ფრუიტების მასივი, ხო? პრინციპში აქ შეგვიძლია რომ პირდაპირ ფრუიტების მასივი შევავსოთ ამით და всё. დამთავრდა. მაგით დავამთავროთ ეს ოპერაცია, ხო? ავტომატს არა. helper-საც ამოვაგდებთ, მინდა გითხრა. helper-ი იმის გულისთვის ქონდა, რომ კილოგრამი და price-ი key და value-ის ნაწილად გაგვეტოლებინა, ხო? ოკეი. გასაგებია, მოდი აქაც შევქნათ helper-ი, რომელიც უდრის ძალიან მასივს. Так, helper-ის ეს ამას უდრის. აქ helper-ის name-ი. ოკეი. ესე და ეს უდრის თიანად helper-ს და თლიან კალათას დავაბრუნებთ. ოღონდ აქ კალათას კი არ დავაბრუნებინებთ. ვაფშეტო fruits შევავსებ და ეგ იქნება აი ამ იმაზე, ხო? და დავაბრუნებინებ fruits. აი ხა ვნახოთ აბა რა გამოგვივიდა. პირდაპირ ესე იგი
თუ fruit-ის menule ელემენტი უდრის 0-ს ამ შემთხვევაში ეს ცოტა ხანი გავაკომენტაროთ და უბრალოდ ეს ფუნქცია გამოვიძახოთ main question-ი, რომელიც ავტომატურად შეავსებს კალათას და დანარჩენ ყველა შემთხვევაში თუ end question-ი უდრის true-ს, ანუ დასრულება არ მაქვს, მაგ შემთხვევაშიც ეს ნაწილი სრულად აღარ მჭირდება, უბრალოდ გავაკომენტაროთ და კიდე გამოვიძახოთ ეს main question, ხო? ну всё. წესით უნდა ეხა მოგვარდეს პრობლემა. ხო, enter fruit name. Apple 12 და 20. აი დამებეჭდა რომ price-ი არის 20 ლარი და no show ეტყვი, გამომიტანს რომ 240 ლარი გადასახდა. ეხა ამით რა მოხდა? ნახეთ ეს კოდი საერთოდ გავასუფთავოთ. უყურეთ, ანუ კოდი დაგვიპატარავდა საშინლად. ძალიან კარგად. საშინლად კარგად. აი ეს არის, ხო? ანუ ცალ-ცალკე ფუნქციებად გავიტანეთ რა და ყველა ფუნქციას აქვს თავისი შესაბამისი დავალება რომ რაღაცა უნდა გააკეთოს. ესე იგი, პირველი ფუნქცია რაც გავაკეთეთ ეს არის რა ის დასრულების კითხვა გინდათ თუ არა კიდევ რომ კალათაში რამე ჩაამატოთ. მეორე ფუნქცია ეს არის რომ ანუ და ეს აბრუნებს შესაბამის მნიშვნელობას true-ს ან false და შემდეგი ფუნქცია ეს არის რომ თავარი კითხვა. პროდუქტის სახელი, პროდუქტის წონა და პროდუქტის ფასი. ხო? ანუ აი ამ კითხვებიდან შემდეგი რომელი გინდა რა. და ამაში ამატებს. ნახეთ, ეს fruit-ი არის გლობალური ცვლადი. ანუ სულ ზევით დგას. ანუ წარმოვიდგინეთ, რომ ეს fruit-ი არის ჩვენი მონაცემთა ბაზა, ასე რომ ვთქვათ. და ყველაფრიდან გვაქვს ამ fruit-ზე წვდომა. ხო? fruit-ების dictionary-ზე. ასე რომ შესაბამისად fruit-ებს წვდომა აქვს ასევე ფუნქციიდანაც. და ის ლოგიკა რაც დაბლა მეწერა ციკლში, ის ყველაფერი გადამაქვს აი ამ ფუნქციაში. ეხლა რატო არის ეს ფუნქცია კარგი რა? რომ ეს ფუნქცია წინაზე როგორც თქვი, არა მარტო შემიძლია რომ აქ მქონდეს, არამედ ასევე შემიძლია რომ ცალკე გავიტანო მეთოდად, ხო? ანუ ცალკე ფაილად შემიძლია გავიტანო საერთოდ. და მithumedes ნახეთ აი ციკლის ზომა უკვე ძალიან დაპატარავდა რა. და ყველაფერი უფრო მეტად დალაგებული მაქვს, ასე რომ ვთქვათ. გასაგებია? კითხვები? აი ამ ნაწილში არის გაუგებარი. კი. ანუ ამ ორ ფუნქციას შორის? ამ ორ ფუნქციას შორის არა, მაგრამ ეს def main-ი while-ის დაბლა არ უნდა გააკეთო. იმიტომ რომ თუ while-ში იძახებ, ჯერ ეს ფუნქცია უნდა აღიწეროს, მაგრამ კოდი ხო ზევიდან ქვემოთ კომპილირდება და while-ი რა ხარ მაღლა არის, ის ქვემოთ ჯერ დაუკომპილირებელ ფუნქციას ვერ ხედავს და ამიტომ errors მოგწევს. სხვა? ხო, ეს ბასკეტი აქ აღარ გვჭირდება. სხვა კითხვა? არაფერი? ვასა. ნახე helper-ი რას აკეთებს? helper-ი არის ესეთი ტიპი რა. უბრალოდ დამხმარე მასივია, რომელიც ანუ fruit-ის key ხო გვაქვს Apple-ი. და values dictionary-ს ქმნის რა. როგორც თქვით, ანუ ფასი და ისა წონა. მიხვდი რასაც გულისხმობ? ეგრე არ ამგონია, მაგრამ პირდაპირ ესე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. რომ dictionary გავატანოთ, რომლის კილოგრამიც უდრის შესაბამის კგ-ს და გავატანოთ price-ი რომელიც უდრის შესაბამის price, შემოტანილ price, input-დან შემოტანილ price. გასაგებია? ანუ ესე შეგვიძლია გავაკეთოთ. იმიტომ რომ ნახეთ რა არის
ორი ტიპი მჭირდება აუცილებლად რა, ეს არის კილოგრამი და ფასი. რომელიც მომხმარებელს შემოაქვს ინპუტიდან, ხო? ამისთვის kit ვიღებ შესაბამისი fruit-ის ამ პროდუქტის დასახელებას და value-თ ვიღებ უკვე აი ამ key-ს value-თ ვიღებ უკვე კიდე ერთ dictionary-ს, რომელშიც არის ჩაწერილი შესაბამისი წონა და შესაბამისი ფასი. ხო? იმისთვის რომ კარგი მონაცემთა სტრუქტურა შევქმნა უკვე შესაბამისად რომ წვდომა მქონდეს ელემენტებზე. ლისტი არასად არ გავუკეთებია, dictionary გავუკეთებ. კი. მე გავაკეთებ ის ფუნქციები, ხო? პროცესში რო გავაკეთოთ შეიძლება? რომელ dictionary-ზე გულისხმობ? ამაზე? ხო, თავი გავაკეთეთ წინაზე. აი ამ შეხედე ამაზე. fruit-ზე როგორც. ანუ fruit-ი ახლა ნახე რაში გჭირდება? fruit-ი არის ერთი გლობალური ცვლადი, რომელიც არის გლობალური dictionary. ანუ წარმოვიდგინეთ, რომ ეს არის მონაცემთა ბაზისაუთ რა. რომელზეც ნებისმიერი ფუნქციიდან აი ამ კოდში რაც წერია, ნებისმიერ ყველაფრიდან წვდომა უნდა გქონდეს. ამიტომ საზღვრავ ყველაზე თავში და ყველაზე გარეთ მხარეს. ეს რო fruit-ი რო ნახე აი აქ გავსაზღვრო, აი აქ, ხო? ან უბრალოდ აი აქ, ხო? აქ ვიყენებთ ხო fruit-ს. მაშინ აქ გვექნება error. იმიტომ რომ fruit-ზე მარტო ამ თუ ფუნქციაში არის ეს ცვლადი განსაზღვრული, ამ ცვლადზე წვდომა არის, აქვს მხოლოდ ამ ფუნქციაში შიგნით მყოფ ელემენტებს, გარეთ არაფერს არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის ლოკალური ცვლადი. მაგრამ ეს fruit-ი ხომ მჭირდება მე დაბლაც ხო ვიყენებ ამას, true while-შიც ვიყენებ და აი დაბლა for-შიც ვიყენებ, სადაც ვბეჭდა. ამიტომ მჭირდება რომ ყველაზე მაღლა იყოს და ყველაზე გლობალური იყოს რა. ანუ აი აქ იყოს. თავში არ არის აუცილებელი, მაგრამ მინდა რომ ყველაფრიდან წვდომა მქონდეს ამას. ასე რომ ვთქვა. ანუ ჯერ dictionary-ზე მე ვაკეთებ ამ ფუნქციებად ყოფნა. კი, ფუნქციებად, ანუ არა აქვს მაგას მნიშვნელობა ჯერ ფუნქციებს შექმნით თუ მე dictionary-ს. უბრალოდ არა აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა. უბრალოდ dictionary-ი უნდა გამოგრჩეს. იმიტომ რომ ნახე როგორ რაღაცა მომხმარებელი რო შემოიტანს პროდუქტს, ხო? ის პროდუქტი შენ სადღაც ხო უნდა დაასეივო. სადღაც უნდა შეინახო ის ინფორმაცია, რასაც შემოიტანს. ამისთვის გჭირდება dictionary, რომ შეინახო იმ dictionary-ში შიგნით ინფორმაცია. სხვა არაფრისთვის. კი, აი ამ fruit-ში ჩაყრის აი ეს ფუნქცია, ამ ყველაფერს, აი რაც არის აქ, ხო? ჩაყრის fruit-ში ზემოთ. და მე დავიწყებ უკვე აი ამ ოპერაციის შესრულებას, ანუ ტიპი რომ მე გაეშვება ეს ფუნქცია, ტიპი რომ knows უკარნახებს, მე დავიწყებ უკვე აი ამ for-ის და გავუანგარიშებ, ანუ თლიან იმას მიცო. გასაგებია? კალკულაციას პრინციპი შეგვიძლია გაიგო. ანუ კალკულაციას გარეთ გატანაში, ფუნქციაში გატანაში? ხო. კი, როგორ არა, მაგრამ რავი. როგორ არა? ანუ ვაფშე შეგვიძლია კალკულაცია, ხო, გავიტანოთ ცალკე და უბრალოდ ფუნქციაში ჩავაწოდოთ ის dictionary პარამეტრად და მე გამოვიძახოთ. ან ვაფშე ცალკე ფუნქციად იყოს. კი ბატონო, როგორ შეიძლება ეგეთ შეიძლება. ყველანაირად, ანუ ბევრნაირად შეიძლება ამ კოდის დახვეწა და ასე ვთქვათ, დამუშავება რა. ხო, ეხლა რაც კიდე უნდა დავამატოთ, ეს არის წაშლის ფუნქცია, რომ ტიპმა რაღაცა პროდუქტი წაშალოს. ვთქვათ, ვაშლი უნდა წაშალოს, ან რაღაცა უნდა წაშალოს, ხო? ანუ უნდა ამ fruit-ებიდან უნდა ამოჭრას შესაბამისი პროდუქტი. ხო, ეხლა როგორ? კი, ანუ ეხლა ნახეთ, აქ გვაქვს, ანუ რა დროს დავუსვათ, ეგ არის მოსაფიქრებელი უბრალოდ კითხვა. Apple-ი ხო მაქვს? სახელი წონა მაქვს 10 და ფასი მაქვს 12. კიდე მინდა დამატება და ხო, აი რა დროს დავუსვათ, ეხლა გეტყვით. ეს კითხვა დავუსვათ, აი knows როცა შემოიტანს, აი აქ L-ში, ხო? L-ში knows როცა შემოიტანს, დავაბრეიქოთ და ერთი ფუნქცია გავუშვათ, რომელიც შეეკითხება გინდა თუ არა რამე ამოჭრა ამ იმიდან, რამე ნივთი ამოიღო რა.
ხო, ნოუს-როცა შემოიტანს. ამისთვის შეგვიძლია ცალკე ციკლი გავაკეთოთ საერთოდ, რომელიც იქამდე იმუშავებს, სანამ არ დაბრეიქდება, ანუ კაი, მოდი ცალკე ციკლი გავაკეთოთ. ანუ როცა ნოუს შემოიტანს უკვე და ეს ციკლი პირველი ციკლი დაბრეიქდება, სანამ დაბეჭდამდე გაეშვება კიდე ერთი ციკლი, რომელიც ყოველ ჯერზე დაუსვავს იმ კითხვას, რომ გინდა თუ არა რამის ამოჭრა. ანუ ესეც ჩაციკლული იქნება, სანამ ნოუს არ შემოიტანს. ამიტომ მოდი ესე იგი ესეთი ინპუტი გავაკეთოთ, ცვლად ინპუტში შევინახავ ინპუტ ცვლადში ამ ინპუტს, რომ would you delete product fruit რომ გინდა თუ არა წაშალო რა ეს შესაბამისი პროდუქტი თუ გინდა მაშინ მიუთითებ შესაბამის თუ არა და მიუთითებ ნოუს ანუ არ მინდა და პროსტა დამთავრდება ეხა აქ მე გავიტან ცალკე დავყოთ ფუნქციებად ეს ყველაფერი ესე იგი თუ ინპუტი ახლა აქ რას გავაკეთებ რომ თუ ანუ იმ შემთხვევას გავითვალისწინებ როცა ნოუს უდრის მაგრამ დანარჩენ შემთხვევებს პროსტა ელსში გავუშვებ რომ ჭრას თუ აქ ნოუს უდრის მაშინ დააბრეიქოს და პროსტა ეს გავაკეთოთ რომ input უდრის input წერტილი lowers ან რატო უნდა დავაპატარავოთ მაგრამ ჯობია ან input წერტილი აი იქ დავაპატარავოთ ამ დროს და იმ დროს დანარჩენ ყველა შემთხვევაში უბრალოდ ამოუჭრი შესაბამის ანუ ამ წავშლის შესაბამის პროდუქტს ესე იგი პირველ რიგში აქ უბრალოდ დაუბეჭდოთ რომ this is your cart ან თქვენი კარტი არის ესეთი რაღაცა და შესაბამის ფრუიტები აქ არც უნდა ეს პროსტა ფრუიტები დაუბეჭდოთ დიქშენარი და დანარჩენ სხვა ყველა შემთხვევაში ესეთ რაღაცას ვიზავრო ფრუიტებიდან ამოუჭრი პოპით ხო პოპით ამოუჭრის შესაბამის ინპუტს ან თუ ეფლი შემოიტანა ეფლი ამოიჭრება თუ ის შემოიტანა ის ამოიჭრება გასაგებია და მე კიდე ხელახლა დაუბეჭდავ რა ან თუ არ გეკითხილი რატომ უნდა ამოჭრა ეგ გამონაკლისის შემთხვევა მაშინ ეგ შეგვიძლია როგორ გავითვალისწინოთ იცი კაი кейსია სხვათა შორის და მე იმას ვქნათ გავითვალისწინოთ ეგ რომ ჯერ მოუძებნოთ თუ გვაქვს საერთოდ ხილი ბასკეტში და მე ამოვჭრათ ესე იგი კი ბატონო ანუ აღარ მინდა გაგზელება და ჩამოვიდა აქ video delete fraud yes და შევიტანოთ აქ თქვათ Apple. So ამომიჭრა და ცარიელი დაიმბრუნა. ნახეთ. აქ შეგვიძლია კიდე ერთი რაღაც გავითვალისწინოთ რა. თუ fruit-ის თუ სიგრძე აი ამ fruit-ის უდრის ნულს ანუ თუ სიგრძე ნულია მაშინ უბრალოდ დავბრეიქდეთ. იმიტომ რომ არაფერი არ აქვს. რაღა უნდა წაშალოს. ცარიელია და რაღა უნდა წაშალოს. შესაბამისად დაბეჭდვას არაფერს არ მოგცემს რა, ანუ დაბეჭდვითაც არაფერი არ გვექნება რა, ბეჭდვის დროს. ხო, ეს არის ეს ერთი кейსი, რომელიც გვაძლევს აი ამას. ეხლა არის შემდეგი кейსი, რომელიც გვიმოწმებს აი ამ მასივში ზოგადად ეს შემოტანილი ელემენტი საერთოდ არის თუ არ არის, ხო? ამიტომ მაგისთვის შეგვიძლია აი გავაკეთოთ ცალკე ფუნქცია, რომელიც შემოწმებს check
fruit რომელსაც ჩაწოდება არც უნდა პრინციპში ხო, ჩაეწოდება შესაბამისი ელემენტი, ანუ ელემენტში რას გულისხმობთ, იცი, ტიპისგან შემოტანილი შესაბამისი input-ი. და მიმოწმებს თუ fruit-ში როგორ არის ხა შემოწმება წერტილი find-ი არის აქა machine in-ი, ხო? Elements in fruit წერტილი კი არ არის. კაი, ერთი წამი ჩვენ შევამოწმოთ key, ხო? ანუ შესაბამისი key უნდა. კაი, აბა ესე ვცადოთ machine return true. და დამიბეჭდოს რაღაც, თქვათ. და სხვა ყველა შემთხვევაში return false. კაი, მოდი ეს დანარჩენი ყველაფერი ჯერჯერობით დავაკომენტაროთ. და fruit-ი უბრალოდ სატესტოდ შევავსოთ ესეთი რაღაცით. Apple-ი, რომლის კილოგრამებიც უდრის ესეთ შიგნიდან კიდე dictionary-ს. კილოგრამი არის 12 და price-ი არის 22, თქვათ. არა, აქ ამის მნიშვნელობა და აბა უბრალოდ შევამოწმოთ, რომ check fruit-ი და ამას გავატან apples. თუ ეხა წესით უნდა დამბრუნოს true. კი. ავაი, დამეჭდა ეს. ამასე პოპს. და თუ გავატან ამას სხვა რამეს, თქვათ apple, მარტო მაშინ ესა. ან false. გასაგებია როგორც მომწმებ in ოპერატორით. ან თუ ელემენტი არის აი ამ fruit-ების dictionary-ში. კითხვა. კახ. ვას. ჯერჯერობით მოგდები, ხო? ბიჭიკო, რამე კითხვა ხო არ არის? ხო. კაი. ეხა ეს check fruit-ი ალბათ ხვდებით რაშიც დაგჭირდება, ხო? რომ აი იმ case-ი გავითვალისწინოთ, რაც თამარმა თქვა. ხო. სანამ ამოჭრის, მანამდე შეამოწმებს, ყოველ ჯერზე შეამოწმებს, რომ თუ ეს input-ისგან შემოტანილი ელემენტი საერთოდ არსებობს რა. ანუ არის შიგნით. ხო, try-catch ჯერ არ გაგვივლია და მაგით ვარ ვაკეთებთ. რავი, შემდეგ საათზე შეიძლება try-catch-ის გავაკეთო. რავი, თუ მომყვებით კი. ესე იგი, ხო, ეს კოდი ხა კომენტი გავუკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენი სასულთგმულო კოდია ეს, ამდენი ვიწვალეთ და ამდენი წერეთ. სადავართ. ჩვენ ვართ აი ამ ნაწილში. ეხა აქ შეგვიძლია ესეთ რაღაცა გავუკეთოთ. დავწეროთ ორ ოპერატორი და აი ამ დროს უბრალოდ ამ input-ის დროსვე შევამოწმოთ ეს ნაწილი რა. და აქ elif-ი შემიძლია დავწერო, იმიტომ რომ აქ ანუ თუ ცარიელია, მაშინ ამ ტიპმა no შემოიტანა თუ yes-ი შემოიტანა, ეგ უკვე აღარ მაინტერესებს. ცარიელია და მაინც ცარიელი. მაგრამ პრინციპში ანუ ის შემთხვევა შეიძლება რომ ამოჭრა ერთი ელემენტი იყო, ამოჭრა და მე კაი ეგ გავითვალისწინოთ მე. This is your card. Sorry. საწესად ხო განსაზღვრულია? No. აჰა, fruit წერტილი pop-ი ხო? ბატონო, no შევიტანე. თუ enter-ი დავარტყი ბოდიში. კაი, sorry, ეხავე. ტაქს აქ ეს ნაწილი ან მოდი იყოს ეს ნაწილი განსაზღვრული იყოს უკვე dictionary რომ აღარ ვიწვალოთ ჩამატებაზე და კიდე დავამატოთ ეხა რაღაცა ნაწილი მაგალითად orange 12 ხო და აი უკვე ჩემი კარტი ნახე ეხა no-ს ვეტყვი რომ რაღაცა არ ამოჭრათ და შევ ეხა მეკითხება
ანუ აი ამ ნაწილს. თუ ეხა მე ვეტყვი მაგალითად რომ FP მაგალითად ხო? F-ს ვეტყვი ხო? აი აქ მომწევს უკვე errors. Errors და რატო? იმიტომ რომ pop-ის დროს ნახე FP ვერ ამოჭრა. მაგრამ რატო შევიდა FP-ში? კაი, ეს ძალიან უნდა გავიტანოთ მაშინ. ხო, ეხა ერთი if-ს კიდე დავწერ, ძალიან ბევრი if-ები გამოგდის, მაგრამ check input-ი უდრის, ანუ თუ true დავიბრუნდა, ესე იგი როგორ ხდება აქ, თუ true დავიბრუნდა, ესე იგი ელემენტი არის. თუ false დავიბრუნდა, ეგ შემთხვევა მინდა რომ გავითვალისწინო რა. თუ true დავიბრუნდა, ისედაც ვიცი რომ ყველაფერი კარგადაა და უბრალოდ უნდა გაატაროს. აი თუ false დავიბრუნდა, ამ შემთხვევაში უნდა აქ დავუბეჭდოს, რომ can't find input element. ანუ ვერ ვიპოვნე შესაბამისი ელემენტი რა. და უბრალოდ ეს ყველაფერი ფასი გავუკეთოს ამ C-ს, როგორც წინაზე ვთქვით, ხო? რომ ანუ ხელახლა დაიწყოს ციკლი. თქვათ please try again. ხო? ტაქს. კი ბატონო და დავამატოთ ახალი ელემენტი orange 12. ესე იგი no mute-set და აქ შევიტანოთ FP. Cannot find input, please try again. ხო, აი ეს დაბეჭდა, ეს ნაწილი და else-ში მაინც შევიდა. That's imp რა არის? imp არის input-ი ეს. Okay. Thanks, no. თუ არა და ხო. ხო. elif-ი რო იყოს ეს მგონი წესით იმუშავებს. ალბათ. და იმიტომ არ ეხებოდა იმას ის ფასი, ხო? შეიძლება. ნახოთ აბა. Okay. ეგ არის. ანუ can't find input element, please try again. სწორი იყო რა, elif უნდა. ტაქს, ეხლა რო აქ შევიტანოთ F-ი, წესით ავამჭრის. კი, და აი ნახეთ რა დამიტოვა, ამოჭრილი უკვე მხოლოდ პორტოხალი. და ეხლა no-ს რო დავაბეჭდა, no-ს რო შევიტანე. ტაქს fruit ეს ნახეთ ამას ამოწმებს კიდე. ტაქს. ეხლა აბა ვიმეტყვის რა პრობლემაა. no-ს დროს რა ხდება, რატო არ მიშვრება აი იმას რა ქვია. ანუ no შემაქ აქ, ანუ მე გამომაგდე მეთქი ვეუნები და არ მაგდებ სოცხალი თავით. რატო? while-ი აქ გვაქვს, აი ეს while. ამ while-ს გულისხმობ რა. ანუ no შემაქ და არ მაგდებს ციკლიდან. რატო? იმას დავუკვირდით. ნახე, check fruit-ში მარტო ხილს ხوار ვამოწმებ, no-საც ვამოწმებ. და no რა თქმა უნდა fruit-ში არ მაქვს, ამიტომ false მიბრუნდება და აი ეს პროცესი გრძელდება. გასაგებია? უყურე, input-ი ხო გლობალური მაქვს. no რო შემაქ აქ. ეს ხო ვეჭველი აი ამას ამოწმებს. ანუ input-ში ამ შემთხვევაში no შედის. ხილში ეძებს no-ს რა. ვინ ვერ გაიგო ეს ნაწილი უცებ მითხარი და ახსნი, ხო?
ნუ წესით აი ამან და იმუშავს. Всё, იმუშავა. Your amount რაღაცა ჯანდაბა. კარგი, ხა ამოჭრავცადოთ. No. Would you delete fruit? Yes და შევიტანოთ თქვათ პორტოხალი. კი ბატონო, ამოჭრა, no. გამოვედით. ძალიან მაგარია, ფუნქციონალი გვაქვს. შეგვიძლია წავიდეთ და მაღაზია ავაწყოთ. რავი, ჩვენვეთ მუშაობს, ხო? რა სიტყვით. ძალიან საკაიფოა. და ამის დაპატარავება, რა თქმა უნდა, უფრო შეიძლება და ცალ-ცალკე რაღაცების გატანა. მაგრამ ამისთვის შემდეგზე, ანუ ოდიხ შევიცვენოთ და შემდეგისთვის გავიაროთ უკვე რეკურსიული ფუნქციები რას აკეთებს. და try catch-იც თუ მოვასწრებთ. ესე გებია? რეკურსიული ფუნქცია ცოტა რაღაცა კომპლექსურია, ამიტომ